მოგესალმებით, მეგობრებო, ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი 21-დღიანი პროგრამის მომდევნო დღე. და დღეს ვსაუბრობთ შინაგანი სიმდიდრის ფორმირებაზე, რომელიც, ასე ვთქვათ, შემდეგ პირდაპირ გამოხატულებას იპოვის თქვენს რეალურ მატერიალურ კეთილდღეობაში. წინა ვიდეოები ამ 21-დღიანი პროგრამის შეგიძლიათ იხელოთ ამ გვერდზე და თუ გადაწყვეტთ ამ პროგრამაში მონაწილეობას, გააკეთეთ, ასე ვთქვათ, ამ ვიდეოებში მითითებული სავარჯიშოები, ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ჩავწერე ეს ვიდეოები. ანუ მოყევით პირველი დღიდან და მოდით, ასე ვთქვათ, ამ წერტილამდე. ამ პროგრამის მიზანი არის მოვემზადოთ 2026 წლისთვის, შევქმნათ მეტი შინაგანი რესურსი, ფსიქოლოგიური რესურსი, ასე ვთქვათ, მომდევნო წელს მეტი შედეგიანობისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით და რას აკეთებთ. და ტრადიციულად, დღეს არის მესამე კვირი, ფინანსური კეთილდღეობის ზრდას ძალიან მნიშვნელოვნად უშლის ხოლმე ხელს ორი რამ. ემოციებს თუ დავითვალისწინებთ. პირველი, ეს არის სიღარიბის შიში და მე მგონი ინტერნეტი ურევს ცოტა ჩემი და გავიმეორებ ხოლმე, ხო? ანუ ის ემოციები, რაც უშლის ხელს ფინანსურ ზრდას, ეს არის პირველი, სიღარიბის შიში და მეორე, ეს არის შური. სიღარიბის შიში იმით არის, ასე ვთქვათ, დამანგრეველი, რომ როდესაც რაღაცის გეშინია, ამაზე პერიოდულად ფიქრობ, ატრიალებ თავში, ამ სურათებს წარმოიდგენ და ჩვენ ტვინის რაღაცა ნაწილმა შეიძლება ეს სურათები აღიქვას მიზნებად. და რატომღაც დაიჯეროს, რომ შენ გაქვს მიზანი გაღარიბდე, ასე ვთქვათ, უარეს ფინანსურ მდგომარეობას მიაღწიო და მარტივად რო ვთქვათ, შეიძლება გაგიჩალიჩოს. შემდეგ და რაც შეეხება შურს, შურის მექანიკა არის შემდეგნაირი. შენ უყურებ ვიღაცას, ამ შემთხვევაში ვიღაცის ფინანსურ შედეგიანობას, რომელიც შენზე მეტია, აღემატება, ასე ვთქვათ, ამჟამინდელ შენ შედეგიანობას და ამ დროს გრძნობ აი რაღაცა ნეგატიურ შინაგან განწყობებს იმის მიმართ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ დროს შენ უყურებ მაგალითად იმ ადამიანის ახალ მანქანას და ამ დროს გაქვს ნეგატიური განცდა ფიზიკური, ხო? იმიტომ რომ შური არასდროს არ განიცდება როგორც რაღაცა სიხარული და სილაღე. პირიქით, სიმძიმე, ბოღმა და ზოგადად დახრჩობი შეგრძნება. შესაბამისად, ქვეცნობიერად რას ვსწავლობთ, რომ აი ეს შედეგი, ეს პოზიტიური შედეგი, რომელიც ეხლა აქვს სხვას, ჩემში იწვევს ნეგატიური შეგრძნებების დონეზე ნეგატიურ რეაქციას და ქვეცნობიერი ამას აღიქვავს ისე, რომ შენ არ გინდა ისეთივე შედეგიანობა, როგორც აი იმ ადამიანის, ვისიც, ასე ვთქვათ, გშურს და არანაირი თეთრი შურით. შესაბამისად, ეს და მეორეც არის საშიში. და მოდით დღეს, ასე ვთქვათ, გავიაროთ ერთ საინტერესო სავარჯიშო, რომელიც მოგცემ საშუალებას დავძლიოთ ერთიც და მეორეც, ხო, სიღარიბის შიშის და შურიც. სავარჯიშო კეთდება შემდეგნაირად. ესე იგი, ვხუჭავთ თვალს და ვიწყებთ ღარიბი ადამიანების გახსენებას, გაჭირვებული ადამიანების გახსენებას და წარმოვიდგენთ, ჩართეთ ფანტაზია, წარმოსახვა, წარმოვიდგენთ, რომ ამ ადამიანების საქმეები უკეთესად წავიდა. ანუ, ასე ვთქვათ, საკუთარი პრობლემები დაძლიეს. შემდეგ დაახლოებით აკეთეთ ეს, ну, რა ვიცი, წუთნახევარი, 2 წუთი. შემდეგ 1-2 წუთი კიდევ ასევე დახუჭული თვალებით გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებიც არიან ფინანსურად წარმატებულები, მდიდრები, ასე ვთქვათ, რომელიც თქვენზე კარგად გრძნობენ ამ კუთხით თავს და წარმოიდგინეთ, რომ მათი საქმეები კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ის სამყარო, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, არის დოულათით სავსე, ანუ ყველას ყველაფერი ყოფნის. და აქ არ აქვს დიდი მნიშვნელობა თქვენ ამის გჯერათ, არ გჯერათ, იმიტომ რომ ამ სავარჯიშოს მიზანი არის, ასე ვთქვათ, ემოციური სტატუსის შეცვლა, რომ ნეგატიური ემოციები არ ანგრევდეს სწორ აზროვნებას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ამ სავარჯიშოს გააკეთებთ სისტემატიურად, ცოტა ხანში შეატყობთ, რომ სიტუაციები, სადაც ფინანსური ზრდის მეტი შანსი გაჩნდება, ესეთ სიტუაციები თქვენ ცხოვრებაში მომრავლდება. დღეისათვის პრინციპში სულ ეს არის, გისურვებთ სასიამოვნო და რაც თავარია შედეგიან პრაქტიკებს. ვისაც გსურთ ჩემს მარათონში მონაწილეობის მიღება, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, რომელიც იწყება 18 იანვარს, შეგიძლიათ ასე ვთქვათ, ნახოთ ამ მარათონის აღწერა
ჩემ კედელზე, ასევე მარათონის პროგრამის ლინკს დავდებ კომენტარებში ამ ვიდეოს ქვეშ. შესაბამისად, დღეისათვის სულ ეს არის, გოუფრთხილდით თავს და მომავალ შეხვედრამდე.